მოკლედ, წარმოვიდგინეთ ესეთი რაღაცა. ხარ ბიზნესის მფლობელი და შენი კლიენტი უნდა გაუშვა რომელიმე ქალაქში მივლინებაში. წარმოვიდგინე, რამდენი ხარჯი უნდა გაწიო, რა მინიმუმ 2500-3000 დოლარი ჯდება ნორმალური სასტუმრო ერთი თვის წელში რომ აიღო. ძალიან დიდი შეხვედრა აქვს თქვა. და ეს კომპანია, რომბრი, გაძლევს ესე საშუალებას. ეხლა ნახე. რა მაგარია, ფული რომ გადაგიხადო ეხლა შენ იმაში, ეს წარმოვიდგინე უბრალოდ რომ შენ მეგობრებთან ერთად დარჩე, მაგას ფული აშოვნინო, შენს ფული იშოვო, თან გაერთოთ და კომპანიას კიდე ზევიდან დაახლოებით 1/4 დარჩეს ამ ფულიდან. ანუ პროფიტსაც აკეთებ. შენ მეგობართან ერთად ცხოვრობ და ამას პლუს ამ ყველაფერში ფულს გიხდია. რა მაგარი რაღაცა. შესაბამისად, მე ყველას მივსემნი რჩევას, სანამ მიიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომ უნდა დახარჯო 3000 დოლარი მივლინებაში, მოიკითხეთ იმ ქალაქს, სადაც მიდიხართ, თუ გყავთ მეგობარი, პლუს სამილინებო ხარჯი დაგრჩევათ. მეგობარს ფულს აშოვნებ, შენ თვითონაც ფულს შევი და ამას პლუს ძალიან კაი ტიპი გამოჩნდები შენი კომპანიის თვალში, იმიტომ რომ შეგიძლია კომპანიას ფული დაუზოგო, თან გაერთო და თან მეგობრებიც ნახო. ეს არის ზოგადი კონცეფცია ამ ბიზნეს იდეის.